გამარჯობა. მოგესალმებით, მე მარტო ხელადე და სოფო სოფოლაძე. პირველ რიგში დავიწყებ მადლიერებით. დიდი მადლობა კახე გრანოს იმისათვის, რომ გვიმასპინძლა და გვითმო თავის სივრცე, სადაც მიმდინარეობს დღევანდელი ჩვენი გადაცემის გადაღება. აქვე გახსენებთ, რომ უნდა გამოგვიწეროთ YouTube-ზე, გააქტიუროთ ზარის ღილაკი, გამოგვიწეროთ Facebook-ზე, Instagram-ზე და TikTok-ზე. დიდი მადლობა იმისთვის, რომ აქტიურობთ. ძალიან ბევრი კომენტარი შემოდის, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას გიხდით. აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენს გადაცემას ესაჭიროება, რა თქმა უნდა, სპონსორი და ველოდებით თქვენს გამოხმაურებებს. დიდი იმედი მაქვს, რომ დაინტერესდებით და ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო პლატფორმა გამოჩნდა YouTube სივრცეში. საკმაოდ საინტერესო სტუმრებით და თემებით, ასე რომ ველოდებით თქვენს გამოხმაურებებს. ნამდვილად ძალიან გვჭირდება ჩვენ სპონსორი იმისთვის, რომ ვიარსებოთ. ხოლო რაც შეეხება დღევანდელ გადაცემას და მის სტუმარს. დღეს გადაცემის სტუმარია ფსიქოლოგი ანასტასია გეგია. მივესალმები მას, გამარჯობა. გამარჯობა სოფო. დიდი მადლობა, რომ დათანხმდი და მოხვედრით ჩვენს გადაცემაში. პირიქით მადლობა, რომ მომიწვიეთ. როგორ გეკადრებათ, საკმაოდ საინტერესო თემებზე ვისაუბრებთ დღეს, ჩავშლით რამდენიმე საკითხს. მე თავად როგორც ამ ყველაფრის გამოვლილი და უკვე შეიძლება ითქვას გადატანილი რაღაც ამბებით, მაინც რა თქმა უნდა თქვენი კონსულტაცია შეიძლება ასე ითქვას, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. დავადასტურებთ იმას, სწორად გავიარეთ თუ არა და დავეხმარებით მათ, ვინც გადის ახლა ამ გზას. დავიწყოთ იმით, რომ როდესაც მშობელი მარტო რჩები, ეს არის ფსიქოლოგიური ძალიან დიდი წნეხი და სირთულე, იმიტომ რომ შენ ხარ ერთი ორში. კი. ხარ დედაც, ხარ მამაც და გარკვეულ ანუ თან გააჩნია როდის. მე მაგალითად 5 თვის ორსული ვიყავი, როდესაც დავრჩი მარტო და იმ წუთიდან ყველაფერი გამოვიარე მარტო და ძალიან გამიჭირდა. რთულია. თუმცა რაღაცები დაბლოკილი მქონდა და ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან გამიჭირდა. რა რჩევებს მისცემთ იმ სირთულეების გადასალახად, რა სირთულესაც ამ შემთხვევაში, აი თუნდაც ორსულობის პერიოდში გადის ხალი, რომელიც აღმოჩნს, რომ მარტო რჩება. მესმის. პირველ რიგში ვიტყვი, რომ ორსულობის დროს მარტო დარჩენა ნებაყოფლობით, იმიტომ რომ მახსოვს, რომ გამიზიარე ეს, ანუ საკუთარი არჩევანით ეს ძალიან დიდი ნაბიჯი არის. არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩანს აქ, ჩანს დიდი შინაგანი საყრდენი, როდესაც ადამიანი ხედავს, რომ გარემო პირობებიდან ნათელი დაკვირვებით და დასკვნით ჯობს იყოს მარტო ორსული, ვიდრე იყოს ტოქსიკურ გარემოში, ხო? ეს დიდი შინაგანი საყრდენის ნიშანია, თუმცა ეს არ ცulis იმას, რომ მაინც რთულია. დიდი სირთულეა საკმაოდ. ეხლა რო განვაზოგადო იმისათვის, რომ სხვებისთვისაც იყოს რაიმეთი სასარგებლო, რაგი ვხედავ, რომ გადაცემის მიზანი ესეც არის, ხო? პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია ეს დროს, რომ ადამიანმა გაიხედოს, კარგად გამოიხედოს თავის გარემოში და დააკვირდეს, რა არის მისთვის რესურსები აქ და ამჟამად. აი, ოკეი, ფაქტი ესეთია, რომ დავრჩი მარტო ვარ 5 თვის ორსული, თუ რა მნიშვნელობა აქვს? ხო, ნებისმიერ ვარიანტში დავრჩი მარტო როგორც მშობელი და ეხლა რა გავაკეთო და ძალიან ხშირად ემოციურ ფონზე ადამიანებს გვიჭირს ხოლმე, რომ დავაკვირდეთ, რა რესურსებია გარეთ, ჩვენს გარეთ, იქნება ეს ოჯახი, იქნება ეს მეგობრები, იქნება ეს უცხო ადამიანები, რომლებსაც აქვს მსგავსი ბექგრაუნდი და ისტორია. დღეს ახლა 1000-ის პლატფორმებია, ხო, სოციალური ქსელები და ასე შემდეგ, სადაც შეიძლება კონტაქტში შესვლა, იმიტომ რომ კონტაქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი ყოველთვის. ამის მოძიება შესაძლებელია და ემოციურ ფონზე მიუხედავად ემოციისა, ღირს დავაკვირდეთ, რა არის რესურსი გარეთ. ეს პირველი ნაბიჯი. და მეორე ნაბიჯი, რა თქმა უნდა, არის ასევე მნიშვნელოვანი, აღვიქვათ საკუთარი რესურსები რა არის. ყველა ინდივიდუალურები ვართ, თუმცა რა სიტუაციაც არ უნდა იყოს დასრულ ადამიანს
აქვს ხოლმე ძალიან დიდი რესურსები, თუმცა ესეც ზოგჯერ შეუმჩნეველი რჩება მის მიერ ემოციების, სტრესის, ზეწოლის, წნეხის და უამრავი საშინელების ფონზე, რასაც სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში ძალიან ხშირად გავდივართ. ეს არ არის ერთეული გამონაკლისები, ისეთი სოციალური და ეკონომიკური სიტუაციებია და ისეთი გარემო პირობებია ტოქსიკური, რომ სამწუხაროდ საკმაოდ მაღალია პროცენტი მარტოხელა მშობლობის. კი ბატონო, და თან ამ ყველაფერსთან ახლავს ჩემს შემთხვევაში ის რომ მე ვიყავი ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი, ფსიქოლოგიური, ფიზიკური და ასე შემდეგ და ამ ყველაფრის გავლა და დალაგება ძალიან რთულია. აქ არ არის მარტო ემოცია, აქ არის შიში. თუმცა შიშის ემოცია, მაგრამ შიში, მსხვერპლი ხარ, ამ ყველაფრის გააზრება იმისა, რომ იმე არ ყვარები ხარ, აი რა და ამ ყველაფერში სხვანაირად დალაგებული გქონდა, ცხოვრებაც სხვანაირი იყო და შენი გადადგმული ნაბიჯით და შენი ნათქვამი კით იმ ყველაფერზე თქვი მე არა, რაც დალაგებული გქონდა. რამაც პოპულარობა მოგიყვება, მეგობრები, უამრავი, რომელიც უცებ ერთ დღეს დაკარგდა შემდეგ და თან ის სიხარული, რომელიც ორმა უნდა გაიზიარო, ძალიან ცოდვა ადამიანი, როცა მარტო იზიარებს. მე თანდათან ჩემი თავი ძალიან მენანიბა იმისთვის, რისთვისაც გავიმეტე. მეწოდებას არ ვამბობ, იმიტომ რომ არ მეწოდება ეს არა. ამიტომ ამით ჩავანაცვლებ. მენანება რისთვისაც გავიმეტე, იმიტომ რომ ის სიხარული, რაც შვილის დაბადებას მოყვება, ორმა ადამიანმა ერთმანეთს უნდა გაუზიაროს და ერთად გაიხარონ და ამ ყველაფერს აკეთებ შენ მარტო. ეს არის აი ფსიქოლოგიურად ძალიან რთული. და მოდი ამას დავამატებ იცი რას? მე მივხვდი ძალიან გვიან, რომ ვერასდროს ვერ ვიქნები მამა, როგორც არ უნდა მომიდეს ჩანაცვლება და აი ამ შემთხვევაში რას გვირჩევ, რას გვეტყვი, როგორ მივიდეთ სწორად და სწორ დროს, უფრო ადრე, რომ არა ხო და ეს არ არის დანაშაული, რომ მე ვერ ვანაცვლებ მამას. მესმის კი, ეს დიდი ცხადგრძნობაა საკმაოდ, ამის აღიარება ჭირს ხოლმე, იმიტომ რომ მარტოხელა მშობელს უნდა რომ რაღაცნაირად დააკომპენსიროს ის, რომ აქ არ არის მეორე მშობელი და ეს აბსოლუტურად ადამიანური და გასაგებია, რასაც ამ დროს ადამიანი გრძნობს შვილის მიმართ, იმიტომ შვილს ხო საერთოდ არ მიუძღვის არანაირი პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მოხდა. შესაბამისად ემოციურია ეს ყველაფერი. თუმცა ეს კარგია ამის აღქმა, რომ მე ვერ ვიქნები სხვა. მე ვარ დედა ამ შემთხვევაში და ჩემი საზღვარი აი აქ თავდება. პიროვნული საზღვარი. ეს საზღვრების თემა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ადამიანები ხანდახან ვცდილობთ, რომ პიროვნულ საზღვარს რაღაცნაირად აი გადავაბიჯოთ, გადავიწელოთ, თუ არ ვიცი ამას რა ქვია, კომპენსაციის მიზნით. თუმცა ეს утоპიაა, ილუზორულია, ის რაც არის. და მინდა დავამშვიდო ყველა მარტოხელა მშობელი, რომ ბავშვი არის რესურსები, რომ ის გაუმკლავდეს იმ რეალობას, რაშიც არის. ძალიან ხშირად დედები და მარტოხელა დარჩენილი მამებიც დარწმუნებული ვართ, ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ბავშვი დაიცვან თუ არიდონ იმ მტკივნეულ რეალობას, რაც არის. თუმცა ეს ფსიქოლოგიური კვლევებით დასტურდება, რომ ბავშვს შეუძლია გაუმკლავდეს რეალობას. ის ამ რეალობას უმკლავდება, მასში არის რესურსები, რომ ამისგან ტრაუმა არ მიიღოს. იმ შემთხვევაში, თუ მშობელი, რომელიც მასთან არის, გულწრფელად, გულღიად და მიმღებლობით ესაუბრება. აი, საუბრის მნიშვნელობა არის განუზომელი. მეცნიერული კვლევები ადასტურებს, რომ ამერიკაში ჩატარდა სხვათა შორის და ძალიან დიდმა ფსიქიატრმა და ფსიქოლოგმა გაბორ მატემ გააჟღერა ეს თავის ინტერვიუში, რომ არა ჯანსაღი ქორწინებაში მყოფ ქალებზე ჩატარდა ეს და იყვნენ ქალები, ვინც თავის უბედურებაზე საუბრობდა და აზიარებდა ან თერაპევტთან, ან მეგობრებთან, ან წრეყავდა ნაპოვნი, სადაც საუბრობს. და იყო ხალხი, ვინც ესეთი ქალები, ვინც ინახავდა ამ ყველაფერს და ვინც ინახავდნენ, იმათ ჰქონდათ უფრო მეტი პრობლემა ჯანმრთელობის მხრივ. იგივე არის ბავშვზეც. როდესაც ბავშვს ხვდება მიმღებლური გარემო, რომ ისაუბროს თავის გულის ტკივილზე, ეს გაზიარება არის ფასდაუდებელი. როდესაც დედას აქვს მოსმენის და მიმღებლობა, აი თუნდაც ისეთი შინაარსებით, რაც ერთი შეხედვით უსამართლოა, არასწორი. აი მაგალითად ავიღოთ ესეთი თეორიული кейსი, რომ აი მამა საშინლად მოიქცა, არის ესეთი кейსები. არ ვიცი, ფიზიკური მოძალადე იყო, შვილის მიმართაც, დედის მიმართაც, ფინანსური მოძალადე იყო, ეს იყო და როგორც იქნა ოჯახმა დაისვენა, ხო? აი რაღაცნაირად
მოხდა ეს გაშორება და ოჯახის დარჩენილი ნაწილი, რომელიც აგრძელებს ცხოვრებას. და აი ამ სივრცეში ძალიან რთულია დაიტიოს ხოლმე დედამ, რომ ბავშვი შეიძლება ენატრება მამა. ეს ძალიან რთული დასატევია. როგორ, აი რას ქვია, ეს ძალიან უსამართლოა. თუმცა, აი მიმღებლობა ზუსტად მანდ იწყება, როდესაც ის ბავშვის ის გრძნობებიც, რომელიც ავთენტურია, ასეთია თუ ისეთია, მისთვის მამა და დამთავრებული. შესაძლოა ასეა, შესაძლოა არ ენატრება, ეგ არ ვიცით, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ენატრება, ან უყვარს, ან ეს და აი ეს დროს ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს გრძნობებიც იყოს მიღებული, მოსმენილი და ოკეი, კი, ოკეი შვილო. არ არის პრობლემა ეს, ხო? აი აქ მაგაზე მე ერთ პატარა მაგალითს მოგიყვან და ჩვენს მაყურებელს. ძალიან პატარა იყო, თუმცა უკვე საუბრობდა ჩემი ნიკოლოზი. როდესაც ვაჩნევდი, მიუხედავად იმისა, რომ უჭმელი არ იყო, ხა იმ მომენტს ვერ ვიხსენებ რატო, მაგრამ დავიწყე ეს დედის ხათრით, ეს ბაბუის ხათრით, ეს ბებიის ხათრით და უეცრად, აი უეცრად მეუბნება. მამიკოს ხათრით ეს ხო ჩემთვის იყო იმ მომენტში ცივი წყალი ყინულიანი რომ გადამევლო და აი გავშიდი, მაგრამ ეს ხო წამებში ხდება, მე ხო დაფიქრების და გადახარდით რო ხო არ მაგდა, სულ არ მინდა მამამისის ხსენება, არანაირი ფორმით, მაგრამ მან ხომ მითხრა და ვენები. რა თქმა უნდა და მამიკოს ხათრით და მე და რომ გამიკვირდა მე ბევრი ვიფიქრე ამაზე, რომ არ უნახავს მამას საერთოდ არ იცის, მაგრამ მას ეს რაღაცა სულიერი კავშირი აქვს ბმას მამასთან. ცუდია თუ კარგია, ჩემთვის რომ ცუდი არ ნიშნავს იმას, რომ მასაც. მე იცით რას მივხვდი, რომ მე თუ ჩემს მამაზე ვეთქვი ცუდს, ესე იგი მე ვაიძულებ რომ ჩემ შვილს ზულდეს და ვის სიძულვილს ვასწავლო საკუთარი მამის ეს ხო ანუ ყველაზე ცუდ რამეს ვუკეთებ ჩემს შვილს, ამიტომ არასდროს ცუდი არ მithქვამს. იყო ის რეალობა, კითხვები, რაც ისმებოდა რეალურ პასუხს ვცემდი, ოღონდ უფრო შელამაზებულს და შეფუთულს და რამდენიმე წლის წინ, ალბათ 2 წლის წინ, რომ არ მოვიტყუო, კიდევ ერთხელ კითხვა რომ დაისვა, აი მაინც რეალობა მithქარ, მაშინ ვთქვი რომ წამალ დამოკიდებული იყო და მასთან თანაცხოვრება შეუძლებელი იყო და იქ მე ეს შავშალე და დამთავრდა, მაგრამ ის რომ ძალადობდა, არ ძალადობდა რა, ეს მოხსნილი თემა, იმიტომ რომ ეს ჩემს შვილს არ ეხება, ეს ჩემი და იმ ადამიანის ურთიერთობა იყო, რაც აბსოლუტურად. მე როგორ დღესაც მეთკინება და მაგრამ ეს ტკივილი ჩემში დარჩება და მე ვიცი რომ ჩემი შვილი სულ იმიტომ კი არ ამბობს ამას. მადლობა ამ სიტყვებისთვის. მამა და უნდა უყურდეს, მე პირიქით მიხარია რომ მან თავის თავში მოიძია ის რესურსი, რომ სადღაც ქვეცნობში იბერში ის წარმოდგენილი მამა, რომელიც მან წარმოიდგინა უყვარს. და გააჟღერა, ეს იცი რამ ხელა რამეა, ეს ნიშნავს რომ ბავშვი გრძნობდა, რომ ამას რო იტყვის, აქ ბომბი არაფეთ ხდება. ასე რომ გილოცავთ ესეთ დედობას, იმიტომ რომ ესეთი პატარა ბავშვები არაჩვეულებრივად გრძნობენ ხოლმე, რომ აი ეს რო თქვა, ეხა რა მოხდება. და რა კი მან თქვა და კითხვა დასვენა, მამიკოს ანუ მან იცოდა რომ აქ მიმღებლობა არის. აქ მე ახლა თავში არ მომხდება ამის გამო რომ ეს თქვი, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი რაც დასვით იყო, ჩემი ტკივილი ჩემია. სამწუხაროდ მარტოხელა დედებს და მე მესმის, იცი, ჩვენ ადამიანები ვართ, მაგრამ აი რჩევის სახით რო თქვა, აი რა უმჯობესია ესე ვიტყვი. ახასიათებთ ხოლმე რომ თავის ტკივილს უზიარებენ შვილს. აი ტკივა ადამიანს, გულნატკენია, მიტოვებულია, არ ვიცი, 1000-ნაირი სცენარია, რა შეიძლება მოხდა. და აი წეღარ რო თქვი გაბორმატეს კვლევის შესახებ, ინსტინქტია ადამიანის, რომ ილაპარაკოს. სამწუხაროდ ეს ამ ინსტინქტს რო ვილაპარაკო, ჭირდება მიმღებელი ყური და ბავშვი არის მიმღებელი ყური. ავტომატურად ჩვენი ფსიქიკა ხედავს, რომ ბავშვი მოგვისმენს, იმიტომ რომ ბავშვი არის დედის მიმართ უპირობოდ მიმღებლურად განწყობილი. მაგრამ ამის გაკეთება, რომ ჩემი ტკივილი მე ჩემს შვილს გავუზიარო პატარა ასაკში, დიდ ასაკში ეს კიდე სხვა თემა არის. როდესაც ის უკვე დასრულია ან გარდატეხის ასაკში და კითხვებს სვავს აქტიურად, მაგრამ აი პატარა ბავშვების წინაშე მამის მიმართ ან დედის მიმართ სულ ერთია იმის გაზიარება, რაც ჩემია, იწვევს იცით რას, რომ ბავშვის ტკივილიც ხდება ეს. ის აუცილებლად იტვირთავს. თანამუზიარი ხდება იმის აუცილებლად. განსხვავებით დიდებისგან ბავშვი არ გაექცევა ემოციას, მაგრამ ეს მისთვის საზიანოა. რა თქმა უნდა და თვლი რომ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვკიდებ პატარა ასაკში, რაც არ არის სწორი. ისედაც მე დაუფიქრებლად მისი ყოფლობის გარეშე გადავუწყვეტე ის რომ მას არ ყავს მამა და კიდევ ახლა ის რომ მამა არ ყავს მას, მე ავიღო და ჩემი
ტკივილი, პრობლემა, სირთულე მას თვლი რომ ჩემი მხრიდან იქნებოდა ეს ეგოიზმი და არასწორი და ამიტომ არ მიქნია. პირიქით, სულ ვცდილობ რომ უთხრა რომ კარგად ვარ, არის პრობლემა, მაგრამ ეს პრობლემა მოგვარებადია და გამოსავალი ყოველთვის არსებობს და თავარია რომ სწორად მივიდეთ გამოსავლამდე და ვიბოლოთ გამოსავალი და ვნახოთ რა. აქ შევეხები მაინც თემას მოაქვს ახლა ჩემში ესეთი შინაარსები, რომ სამწუხაროდ ბებია ბაბუებმა იციან ძალიან ხშირად, ძალიან ცუდად ჩარევა ესეთ სიტუაციებში. თითქოს მოსამართლის თუ განსჯელის თუ გარეშე პირის, რომელიც ბავშვს მხარს უჭერს, თუ არ ვიცი რა სახელით და ცდილობენ ხოლმე, რომ ბავშვის ფსიქიკაში ჩადონ რაღაცა აზრები, რაც მათი აზრით სწორია და კარგია. მამა ესეთია, დედა ისეთია, არ ვიცი. რაღაცნაირად გადაწყვეტილებებს იღებენ ისეთს, რომ ერევიან შვილების და მშობლების ურთიერთობებში. ცუდი განზრახვით არა, ისინი ცდილობენ რაღაცას, არ ვიცი, რომ ბავშვი მამას არ დაემსგავსოს, ან დედას არ დაემსგავსოს, არ ვიცი. ესეთ უცნაურ სცენარებში არიან. და ძალიან მტკივნეულია ეს ბავშვებისთვის შინაგან გახლეჩას განაპირობებს, იმიტომ რომ ბავშვი ინსტინქტურად მშობლის მიმართ ემოციით არის განწყობილი, ეს ბუნებაა. და უცებ მეორე ახლობელი ადამიანი, რომელიც ასევე ძალიან ახლოა, რაღაც განხეთქილებას იწვევს ამ გრძნობებში და არ ღირს. იცი, ჩვენი სენსიტიურობა სოციუმის ზოგადად ასაწევია. ეს არის ცხადი. იცით რატომ არ ღირს? მე პირადად ბებიებს და ბაბუებს ვეტყვი და ამ შემთხვევაში დედაჩემსაც ალბათ, იმიტომ რომ არავისთვის კარგს არ აკეთებ და პირველ რიგში საკუთარი თავისთვის, იმიტომ რომ იმ ბავშვს ის მშობელი ცუდიც არანორმალურად ეყვარება და შენი პატივისცემა არ ექნება და აგრესიას გააჩენ შენს მიმართ, რომ შენ მის საყვარელ ადამიანს ულანძღავ და შეურაცხყოფ. აქედან გამომდინარე, თუ გინდა რომ შენ იყო კარგი ბებია, რომელიც შვილიშვილს ძალიან ეყვარება, მოდი რა განზე გადაკი და შენ როგორც ბებიამ, რაც არის ბებიის როლი, ფუნქცია, ვალდებულება შეასრულე იმ დოზით, რა დოზითაც შეგიძლია. მაგრამ ის რომ დედა ცუდია, მამა ცუდია, დედა ასე მოიქცა თუ არა, მოდი ამას თვითონ მშობლები განსაზღვრავენ. როლის პატივისცემა საერთოდ რა როლიც გაკისრია, ფსიქოლოგიაში ცნობილია როგორც ჯანმრთელობის საწინდარი. ადამიანი, რომელიც თავის როლიდან ამოვარდნილი ან ცდილობს გასვლას, როცა გაუცნობიერებლად ხდება, მაინც დამაზიანებელია და ხანდახან ცნობიერი გადაწყვეტილებაც არის, რაღაცნაირად სამწუხაროდ ვიცი кейსები, როდესაც არის თქვა დედის შერაცხვა მიდის, რომ ეს დედა არის ცუდი ადამიანი. ბავშვის ენაზე გესაუბრებით ახლა, როგორ ესმის ბავშვს? ბავშვის ყურებში რა ინფორმაცია შედის ახლა? ჩვენ უფროსებს შეგვიძლია დავინახოთ, რომ ადამიანში არის კეთილი ნაწილი, არის ბოროტი ნაწილი, არის ცუდი, არის კარგი და ეს ჩვენთვის არის ბუნებრივი მდგომარეობა და ბავშვის ფსიქიკა ასეთი არ არის. იქ მოცემულია საკმაოდ შავ-თეთრი აზროვნება დასაწყისში და ესე იგი ცუდია, დასკვნა ესეთია. ეს ცუდია, ეს კარგია, ხო? და აი ამ სიტუაციაში, როდესაც მიდის ესე პედალირება, რომ დემონიზაცია თუ რაც გინდა დაარქვი, იმიტომ იქ ესე მიდის ინფორმაცია. ზოგ ბებიას თუ მშობელს გონია, სადღაც ამ ბაბუას არის, ვინც არიან ხოლმე ბავშვის ახლობლები, რომ ამით რაიმეს, არ ვიცი, სიკეთეს აკეთებენ ბავშვისთვის თუ რაღაცა განზრახვები აქვთ. რომ დაანახონ ნათელი სახე დედის ან მამის. გინდა ნათელი, გინდა ბოროტი, სულ ერთია და ძალიან აქტიურად აღწერენ და აი ბავშვის ნაცვლად აკეთებენ შეფასებებს, რომ იმან ისწავლოს, რომ აი დედა ესეთია, მამა ისეთია და ასე შემდეგ. სამწუხარო кейსები ისეთიც კი ვიცი მე, როდესაც ისეთ დონეზე ერევია, რომ უკრძალავენ ნახვას რომელიღაცა მშობლისას და ძალიან დიდი და არა ჯანმრთელი პასუხისმგებლობა ეს, რომ აი ბავშვი რომელთან იყო თქვა მშობელთან იყო ურთიერთობაში და უცებ რაღაცა აკრძალვა მიდის. და ეს სამწუხარო ჩვენ კულტურაში ხშირია, მე მქონია ესეთი кейსები და ის ადამიანები ვერ ხვდებიან რამხელა ზიანს აყენებენ ბავშვს. წესით ზრუნავენ ხოლმე ბავშვზე ამ დროს. აქვე მინდა აი ამ თემას შევეხო და მინდა გითხრა რომ ბევრჯერ მისაუბრია ჩემებთან ამ საკითხზე, რაც ძალიან მაგიჟებს და მაგიზიანებს არის ის, როდესაც დედა ან მამა გაბრაზების შემთხვევაში, როდესაც შვილი მოიქცევა ცუდად, ეუბნება ასეთ ფრაზას: დედა შენს გევხარ, მამა შენს გევხარ, აი მამა შენი როა ისე მოიქეცი. ანუ აი რო დავფიქრეთ, რას ვაკეთებ? ანუ მე ჩემს შვილს ვეუბნები რომ
არსებულ მამაზე, რომელიც რეალობაში, ყოველდღიურობაში არის, რომ ავარჩიე, გავყევი, ცხოვრო და მამა შენი ცუდი და შენ მასთან გაქვს მსგავსება. ანუ მე ვინ გამოვდივარ, მე თვითონ ცუდი არ გამოვდივარ, თუ ცუდ ადამიანთან ერთად ვცხოვრობ, ჩემი არჩევანი თუ არასწორია? იცი, სიტყვა დავფიქრდეთო, რომ თქვი შესავალში, აი მანდ არის ყველაფერი, თვით რეფლექსია და დაფიქრება იმაზე, რომ რას ვაკეთებ, როგორ ვაკეთებ, ეხლა რა ხდება აქ ჩვენ შორის, პირობითად ეხლა ჩემსა და შენ შორის, ან საერთოდ სად ვართ და ასე შემდეგ, ეს არის რეფლექსია, თვით რეფლექსია და გარემოზე დაკვირვება და სამწუხაროდ ეს არც ისწავლება. იმიტომ რომ ყველას გვაქვს რაღაც, კი, შინაგანი კულტურა ზოგი ადამიანი ავითარებს ამას, მაგრამ სხვადასხვა ფაქტორების გამო ზოგი ადამიანი უფრო მეტად თავის თავს აკვირდება. ბუნებრივად ასე ლაგდება. ან ზოგი გარეთ იყურება უფრო. და ძალიან მნიშვნელოვანია ამიტომ ეს ფსიქოგანათლება, რაც სოციუმში თითქმის არ არის და მინდობილები ვართ რაღაცნაირად თავისით რაღაცა იქნებას. არა, ყოველთვის ძალიან დიდ ზიანს ვაყენებთ ამით. აი, ბევრჯერ დავფიქრებულა, რომ ჩვენ შვილებს ყველაფერი უარყოფით ვასწავლეთ ჩვენ თვითონ. დავიწყოთ იქიდან, რომ ბავშვი რომ მოდის სკოლიდან და რაღაცას გეუბნება, რაღაცა ამბავს გიყვება, ნიშანზე ან რაღაცა და შენ უკონკრეტებ. მატყუებ, უარ მატყუებ და ამ ბავშვმა იმ მომენტში საერთოდ არ იცის ტყუილის არსებობის შესახებ, მაგრამ შენ უკვე მას მიაწოდე ინფორმაცია, რომ მას შეუძლია მოიტყუოს და ტყუილი გითხრას. კიდევ ერთი გიყვარ ვარ, მართლა გიყვარ ვარ, ანუ შენ ამით უკვე უბნები, რომ შეიძლება არც არსებობს და შეიძლება რომ არც გიყვარდეს. მესმის. და რატო, როცა შეიძლება რომ იყოს ლაგი, გითხრა, მოგიყვა, შეიძლება რაღაცა ფანტაზიის ნაყოფია, მოდი რა სხვაგან გადაამოწმე. ან რატომ არ უნდა ენდო შენ შვილს? აი, ეს უნდობლობა ნეტა საიდან მოდის? პატარა ასაკზე მაგ ლაპარაკი ახაც დასრული და რაღაცა კიდე ძალიან ისეთი ღრმა შეკითხვა არის ფსიქოლოგიური თვალსაზრისით და რაც შემიძლია ვთქვა, ადამიანს როცა არ აქვს ნდობა გარეთ ხოლმე, აი ბავშვის მიმართ, ძირითადად ის არის, რომ საკუთარ თავს არ ენდობა და შემდეგ აპროეცირებს ამას გარეთ და ეს ნასწავლია ესეც სადღაც მშობლებისგან, იმათაც თავის მშობლებისგან, ანუ საკმაოდ ისეთი წრე არის შეკრული. მე არ ვენდობი ჩემთავს, ვიტყვი ბავშვობაში არ მენდობოდა დედა ჩემი პირობითად, ხო? ის რატო არ ენდობოდა, მე არ მენდობოდა, ესე იგი თავის თავს არ ენდობოდა და ესე მიდის და გადადის და ამიტომ თვითრეფლექსიის მნიშვნელობა განუზომელია. თუ მე ამ პროცესებს ვაკვირდები, უკვე გვერდზე ვარ გამოწეული და რას ქვია არ ვენდობი ჩემ შვილს, რის გამო? რით დაიმსახურა ეს უნდობლობა? ან როდესაც არ ვენდობი, ამით ტკივილს ხوار ვაყენებ, ეს კითხვები ჩდება, ხო? და რა თქმა უნდა აყენებ. რა თქმა უნდა მტკივნეულია ეს. ტკივილის գործი ეს არის შეუგაზრდყოფელი, რომ არ მენდრო თუ არ ვენდობი. სკოლაში მქონია მაგალითად კამათი რაღაცა პედაგოგებთან რაღაც ამბავი რომ უტანია ჩემთვის და არ მომწონებია და იქ ვთქვამ, რომ იცი აი შეიძლება ამუქებს და ეგრე არ იყო და არა, მოდი მე მომეცი იმის უფლება რომ დავიტოვო, უფლება იმისა რომ დავიჯერო ჩემი შვილისა და არა შენი, ვენდო ჩემ შვილს და არა შენი. მისი თვალით დანახული ასე იყო და მე ჯერა ჩემი ზარკი წარმომიდგენია რა თქმა უნდა მჯეროდეს. თუმცა იმ არ ვამბობ, მე არ ვუშვება აზრს იმისას, რომ რაღაცას არ მეტყვის, რაღაცას დამიმალავ და სრულიად ჯანსაღად მიმაჩნია. რა თქმა უნდა. წარმოუდგენელია, როგორც მე ყოველთვის ყველაფერში სიმართლეს ვერ ვიტყვი ვერავისთან, გარდა მშობლისა, მეგობართანაც კი და ხანდახან ხშირ შემთხვევაში საკუთარ თავსაც რაღაცებს ვუმალავ, იმიტომ რომ არ მინდა. ისევია იქ ჩემი შვილი, ჩემ გაყვარ განსხვავდება ისიც ისეთივე ბუნების და რა ვიცი ადამიანია, რომელმაც შეიძლება რაღაცა მომენტში მომატყუოს, ის ტყუილზეც უნდა დაფიქრდე, რატომ იქნებ ჩემი ბრალია, იქნებ მე მივიღე მისი სიმართლე არასწორად, გავუბრაზდი, აგრესია გამოვხატე და მას შეეშინდა შემდეგ და გადაწყვიტა, რომ ტყუილი მითხრაც, რომ ის რეაქცია არ მიიღოს ჩემგან, რაც თავდაპირველად ოდესღაც სადღაც მიიღო. ამიტომ არის საკუთარ თავზე მუშაობა ჯობია, ასე მგონია, ვიდრე შვილის დამონათება. საერთოდ აღზრდა არ არის შვილის აღზრდა, აღზრდა საერთოდ ამ სიტყვის კლასიკით არის საკუთარ თავზე მუშაობა და შვილი მე მაგალითის ძალით მისდევს ამას. ძალიან დიდი რაღაცა არის, როდესაც ადამიანი თვითონ ვითარდება, თავის თავზე ცდილობს პროგრესი გააკეთოს, ცხოვრობს. ეს არის ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც შეიძლება შვილს გაუკეთო, რომ შენ იცხოვრო. იმიტომ რომ სარკისებური ნეირონებითაც, ინსტინქტითაც ჩვენ ვიცით, რომ ცხოველებიც კი ბაძავენ მშობლებს და წარმოიდგინეთ, ეხლა ადამიანში რამხელაა მიბაძვის ინსტინქტი. ამაში ცუდი არაფერია, თანაც სწავლობს ამ გზით. და მე ამ მიბაძვის და
ცდის და შეცდომის პრინციპით უკვე თავის თავს შეიგრძნობს პიროვნება და შედგება ნელ-ნელა, როგორც ინდივიდი. და ამ გზაზე ხა, როდესაც მშობელი ცდილობს, რომ ბავშვი გადააკეთოს, ხელში უჭირავს პირობითად სიგარეტი და იმას უხსნის ეს რა ცუდია, როგორ არ შეიძლება მოწევა და ასე შემდეგ, ხო? ეს ბავშვის თვალში სიყალბეა უბრალოდ. ხო, ისინი ძალიან ავთენტურები არიან ბავშვები. პირდაპირ ხედავენ რა ხდება და როგორ ხდება. და ანუ ეს არადამაჯერებელია რბილად რო ვთქვა, რომ შენ საკუთარ თავზე არ მუშაობ და რაც შენში არის მინუსი, სხვას რაღაცას უქადაგებ, რომ აი ესე უნდა იცხოვრო, ესე უნდა იცხოვრო და ძალიან ბევრი მშობელი ზუსტად ესე ცხოვრობს. და მეცაც გეტყვით, აი საკუთარ შეცდომებს ცდილობენ ხოლმე რომ შვილმა გაასწოროს. ესეც ძალიან დიდი მახე არის მშობლების მაშინ ანუ შვილის ცხოვრებაში ის შეცდომები ვერ იქნება. და ესენი თითქოს პრევენციის გზით ცდილობენ, რომ აი მე ვთქვათ ბალერინობა მინდოდა და რაღაცა მოხდა ისეთი, რომ ვერ ვიბალერინე, ვერ წავედი ამ კარიერაში, ხო? ამ შეცდომას ჩემ შვილს არ დავაშვებინებ და რაღაცნაირად ბავშვობიდან ვცდილობ, რომ ბალერინა გამოვიდეს. კი, მაგრამ ბალერინა მე უნდა ვყოფილიყავი, ბავშვი არაფერ შუაში აქ არ არის, ისევ და ისევ თავს მოხვევა ხდება ამ შინაარსების, იქ ბავშვის ავთენტური სურვილები გვერდით რჩება. კი, და ამიტომ ენერგეტიკა არა აქ ამ ყველაფერს. საერთოდ ადამიანში ენერგია და წვა მოაქვს ისეთ პროფესიას, რაც მას უნდოდა. ამისი პოვნა ადვილი არ არის განსაკუთრებით ჩვენ კულტურაში, სადაც ყველა რაღაცას გეუბნება, ესე უნდა იცხოვრო, ისე უნდა იცხოვრო, აქეთ უნდა წახვიდე. მე მეცაც გეტყვით, ფსიქოთერაპიაზე წინასწარ განწყობით მოდის ადამიანი, რომ მე რაღაცნაირად მისი ცხოვრება უნდა დავალაგო. ესე უნდა იცხოვრო, ისე უნდა იცხოვრო და კიდე მეორე, რომ თითქოს მე დალაგებული მაქვს ცხოვრება, всё, გავსული ვარ დამკაში და ეხლა მომზადდით გასწავლოთ როგორ იცო. ესე არ არის, ეს არის ისევ კულტურის ინერცია, ანუ თითქოს ექიმი ვარ თუ არ ვიცი რას ნიშნავს ეს და უნდა გამოვწერო რეცეპტი სწორი ცხოვრების. ეს არ არსებობს. ერთადერთი მე რაც შემიძლია არის, რომ მე როგორც მუშაობ ჩემ ცხოვრებაზე და ვცდილობ, რომ პროგრესი გავაკეთო და როცა მუშაობ, შედეგი მოდის. ეს გამოცდილება გავაზიარო გულწრფელად და შევქმნა სივრცე, სადაც ადამიანი თვითონ დაფიქრდება, თვითრეფლექსიას მოახდენს, თვითახქმას, გარემოს ახქმას და შეიგრძნობს მას რა უნდა. იმიტომ აი ამას აქვს ენერგია. ყველაფრის ენერგია. კი ბატონო, ერთი ესეთი რამ მინდა ვთქვა და მე კიდევ ერთი კითხვა მინდა დავსვა. რა თქმა უნდა. მე გამიმართლა ეთყობა. ახლა გისმენდით და მოვხდი რომ ძალიან გამიმართლა. იმიტომ რომ ყველაფერი რაც მინდოდა მე გავაკეთე. ყველაფერი ვერ არა, თქმა უნდა, მაგრამ აი ძირითადი რაც მინდოდა, რა პროფესიას მინდოდა. მერვე კლასში ვიყავი, რომ პირველად რაღაცა პირველ რადიოს მოვისმინე და იქ ბიჭის მამა მეწონა და ჩემს კლასელს ვეუბნებოდი მასთან სახლში ვიყავი, რომ მე აქ აუცილებლად ვიქნები და ვიმუშაობ მეთქი და მართლაც ასე მოხდა პირველივე კურსიდან, ანუ რომ გავხდი სტუდენტი დავიწყე მუშაობა, ანუ არასდროს არ მქონია ის მომენტი, რომ ეხლა ნიკუშამ რაღაცის პროფესია უნდა ირჩიოს, რაც მე ვერ შევძელი, მე ვერ გავაკეთე ან რაღაცა ის უნდა აკეთოს, რაც არ მინდა. მე ეხლაც ვისურვებ ჩემს მე ეხლაც პატარა ბავშვი ვარ, ჩემში არის პატარა ბავშვი, რომელიც თავის სიხარულებით ცხოვრობს, რაღაცა სურვილები და ცდილობს, რომ სურვილები აისრულოს, შეისრულოს, წავიდეს სამოგზაუროდ. ამ რაღაცებს ჩემს სულს არ ვტენი. უკაცრავად. რა თქმა უნდა. რომ შენ უნდა გააკეთო, მე მინდოდა და რახან მე ვერ, არა მე გავაკეთე, ჩემი დასაწყისები და ეხლა დედა, შენ რაც გინდა იმაში მოყვები, რა თქმა უნდა არის რაღაცები ის რაც მე არ მინდა და იმ ვაი ვეთყვი და ვურჩევ და მაქსიმალურად გავაგებინებ, რომ ეს პროფესია მისი არ არის და ეს მისი წარმოსახვა არის, რაც კინოში აქვს ნანახი და წიგნიდან წაიკითხა და ეს მისი არ არის, რომ მისი ბუნება არ არის ისეთი სიმხეცეები, რაც ვთქვათ ამ პროფესიას მოყვება. ამიტომ ამაზე ვილაპარაკეთ და უკვე მივედით კონსენსუსთან, მაგრამ არა იმიტომ, რომ აი ვენები გადავიჭერი, არა უბრალოდ რომ მავიხსენი ეს რა რეალობა ის და ყველაფერში მოყვები, რაც გინდა, მოდის წადე, დაიწყე და ასე შემდეგ და აქედან გამომდინარე კიდევ ერთი კითხვა მაქვს. იცით რა მაინტერესებს, როდესაც ბავშვს ადარებს სხვა ბავშვს, კლასელს, ნათესავს, მეზობელს, აი ის მე მქონდა მაგალითად, რომ სულ მეუბნებოდა დედაჩემი, რომ აი შენი დეიდაშვილი ნიკუშა მას არ სჭირდება დაჯდომა ისე თავისით მეცადინეობს. აი ინგლისურს რა კარგად სწავლობს. დღეს მე ინგლისური არ ვიცი, იმიტომ რომ ვერ ავიტანე იმ წუთიდან ინგლისური. თუმცა ჩემი დეიდაშვილის მიმართ სიძულვილი არაფერს არ მქონია, მაგრამ სიბრაზე მქონდა, სულ მინდოდა გამეჩეჩა. ხო და აი გონია რომ არასწორია და
თქვენას რა თქმა უნდა, ეს ჩვენი კულტურის ორი დიდი ტკივილია, არა მხოლოდ ჩვენი მსოფლიო კულტურების შეფასება და შედარება. ჯერჯერობით ამ სისტემიდან ვერ ამოვაღწიეთ კაცობრიობამ და საქართველოში ძალიან მწვავედ არის მოცემული. შედარებაც და შეფასებაც ორივე მტკივნეული გამოცდილებაა და ძალიან დიდწილად არასაჭირო არაფერში. აქ უფრო შეფასებაზე ვამბობ. შედარება რო არასაჭიროა, ეს ცხადია. არაფერი არ მოაქვს შედარებას, ეს ისეთია ეს და ეს ამასთან შედარებით ესეთია. მე ორი ერთნაირი ქვა არ არის დედამიწაზე არაგდია და აი ამ ორი ქვის შედარებაც კი სისულელეა და ადამიანის რომელიც მთელი სამყაროა რა სისულელეა ხო მაგრამ ჩვევაშია გამჯდარი რაღაც შედარებითობა ეს მეტსაც ვიტყვი აკა მორჩილაძე არის ქართველი მწერალი რომელიც ადრე გაიხსენა და მახსოვს რომ არ არის სინამდვილეში ეს კაცი აკა მორჩილაძე მე ხო მეგონა რომ აკა მორჩილაძე და ძალიან წარე ის არის ხო დასჯა ასე ვთქვათ ბჭყალებში მშობლების რომ თელი ბავშვობა ადარებდნენ ვიღაცა აკა მორჩილაძეს და კაცი მწერალი გახდა და დაირქვა აკა მე გავხდიო აკა მორჩილაძეო რა აი ეს იყო პასუხი ირონიული რა თქმა უნდა ხო ძალიან წარეა და შეფასებას რაც შეეხება მან უნდობლობა ჩანს ნახე თითქოს შეფასების სისტემა ესე მუშაობს, რომ თუ მე ნიშანი არ დავწერე, თუ გამოცდა არ ჩავატარე, თუ იქ რაღაცა ტესტირება არ გავატარე ადამიანს, ის არის სწავლის. ნახე, ეს არის ძირი, behaviorism-ი, რომ რაღაცა გააკეთა, შეფასდა, მიიღო ჯილდო. და ეხლა კვლევები არის ამერიკაში, რომ ეს ჯილდოზე და ხელფასზე და ანუ გარედან წახმარებულ წახალისებაზე, ხო, დგას დეპრესიული გზა. ადამიანი დეპრესიისკენ მიდის, როცა ამ სისტემაში იხარშება. როცა მისი თვითშეფასება მთლიანად გარეთ არის ჩამოყრდნობილი იმაზე, ჟიური რა სიტყვის, მასწავლებელი რა ნიშანს დაწერს, მშობელი როგორ შეაფასებს და ასე შემდეგ. ეს ძალიან ძველი და სამწუხაროდ იმდენად ინერცია არის აღებული, რომ არ ვიცი, ერთ-ერთი შვედეთში მსმენია და სკანდინავიის ქვეყნებში, რომ სკოლებში შეფასებები აღარ არის და მხოლოდ ფასდება გუშინდელთან შედარებით, დღეს როგორ მიდის წინ მოსწავლე. და რეალურად ეხლა რომ გადავალოთ კაცობრიობის ისტორიას, მე არ მგონია რომ ნიუტონს ვინმე ნიშნებს უწერდა, აინშტაინს აღელვებდა სამიანი და ხუთიანი თუ არ ვიცი რაც გინდა და საერთოდ დიდი გონებები და წარმატებული ხალხი გაუნათლებლებიც ყოფილან თვითნასწავლებიც ყოფილან მუსიკის სფეროშიც გავიხსენებ მუსორგსკი რომელიც ქიმიკოსი იყო და გენიალური კომპოზიტორია და ასე შემდეგ ანუ ეს სასწავლო ესეთი სისტემა იმ თავის შეფასებებით და ასე შემდეგ არის ძალიან ძველი. უბრალოდ ეხლა მე გავამხელ საიდუმლოს რატო არ იცვლება ეს? არ ვიცით, აბა რა ვქნათ. ხო. ნუ აბა რა ვქნათ? აი სკოლა აღარ ვარგა, ბაღი არ ვარგა, უნივერსიტეტი არ ვარგა. ხო ეხლა წარმოიდგინეთ ეს რომ ჩავხსნათ და რა ვქნათ ეხლა? და აი ამ შიშის გამო რომ ეხლა რა ვქნათ, აი ეს თუ არ იქნება, ეს სისტემები რო არ იმუშავებს, ადაპტაცია არა გვაქვს და აი ამ შიშის გამო ამ წრეზე დადის კაცობრიობა ამდენი საუკუნეა. კი ბატონო, მაგრამ იცით რა განათლების სამინისტროს ძალიან მაგარი რაღაცების გაკეთება შეუძლია. მე როგორც ძალიან ჩახედულმა მშობელმა შემიძლია ვთქვა, რომ იმხელა რესურსი აქვს სკოლას ადამიანის ცხოვრებაში ძალიან ბევრი ნათელი რამ გამოაჩინოს. და გული მწყდება რომ ჩემი შვილისთვის ეს წლები არის ჯოჯოხეთი, იმიტომ რომ კოშმარ ჩემთვის არ იყო, იმიტომ რომ მე სხვა ტიპი ვიყავი, ეს სხვა ტიპია. ანუ ეხლა აღმოვაჩინე რომ ადამიანს ცხოვრების 12 წელს ამყოფებ ჯოჯოხეთში, აკარგინებ დროს და შედეგი გაქვს 0. მეგობრები არა, იმიტომ რომ არ არის ის გარემო, განათლება, იმიტომ რომ არასწორი მიდგომა, არ არსებობს ადამიანი, ბავშვი, რომელიც ვერ ისწავლის რაიმეს. გამორიცხულია. მთავარია მიაწოდო. ნახეთ, განათლების სამინისტრო რას აკეთებს? გადაამზადა პედაგოგი, ჩააბარებინა გამოცდა და არავინ არ დაობს იმაზე, რომ 40 წელი, 10 წელი, 8 წელი რომ მე ვასწავლი რაღაც კონკრეტულ საგანს, ის საგანი ვიცი, ამაზე არავინ არ დაობს, ვიცი ეს საგანი, მაგრამ როგორ მივიტანო, როგორ მივაწოდო? აი ამის პრობლემაა და არა იმის, იცის თუ არა პედაგოგმა საგანი იცის. მაგრამ ეს ხომ სხვა თაობაა, საერთოდ სხვა, ჩემი შვილი უკვე 16 არის და სხვა თაობაა და მასზე პატარები კიდევ უფრო საერთოდ სხვა თაობაა და ამათ ხო სხვა მიდგომა უნდა. აბსოლუტურად სხვა, ესენი ითხოვენ უკვე
ვეღარ ეტევიან იმ ჩარჩოში, რაც ძველმა თაობებმა დატოვა და ფიზიკურად არ გამოვა ამ ახალი თაობის ამ ჩარჩოებში მოქცევა, იცი? ჯენზის რო ეძახიან, ჯენზი უკვე ისეთი თაობაა, რომელიც ჩარჩოში არ ჯდება, იმათ უნდათ ცხოვრება, იმათ უნდათ შეიგრძნონ მომენტი, შეიგრძნონ სიცოცხლე, იგრძნონ წვენის გემო, ერთმანეთს ეკონტაქტონ, ნახონ ბუნება, ნახონ სამყარო. ისინი არ ფიქრობენ, რომ აი მე ხა დღეს დავიწყებ მუშაობას, 1 წლის მერე დავწინაურდები, მერე მენეჯერი გავხდები, მერე გავხდები მენეჯერების, არ ვიცი, დირექტორი, მერე დირექტორის მერე გავხდები CEO, ბლა 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 და 60 წლის რო ვიქნები, მექნება პენსია. ამით შენ ჯენზის ვერ ამუშავებ რა, იმიტომ რომ ძალიან ჯანსაღი თაობა წამოვიდა ამ კუთხით. ისინი მუშაობენ იმას, რაც მათ უხარიათ და მოწონთ და ეს არის ძალიან ჯანმრთელი მდგომარეობა. აბსოლუტურად უჭერ მხარს. ეხლა რაც შეეხება სკოლის ჯოჯოხეთს, მე ხა ფსიქოლოგიური კუთხით გეტყვით, მან რა ჯოჯოხეთი ტრიალებს, რამდენიმე აქცენტს გავაკეთებ, თორე ისე ძალიან დიდია, დიდი თემაა. და მანდაც ისევ ეს კითხვის ნიშანია, რომ ეს თუ არ იქნება აბა რა ვქნათ, აი აქ არის გაჭედილი თემა. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ 6-7 წლის ბავშვი ორგანიზმი ისეა მოწყობილი, რომ მან სულ უნდა იმოძრაოს. ეს არის ჯანმრთელობის ნიშანი. აი ნევროპათოლოგთან რო წაიყვანოთ ბავშვი, რაიმე კითხვა თუა, გამოსარიცხი თუა, პირველი რასაც აკვირდება, რამდენად სტიმულზე აქვს რეაქცია. აი მაგიდაზე სათამაშოები აწყვია, ხო? მივიდა ბავშვი, დაიწყო ამის დაშლა, აწყობა, გატეხვა თუ რაც არის, ხო? ესე იგი ჯანმრთელია. თუ ბავშვი აპათიაშია, ანუ წინ გამღიზიანებლები აწყვია, არ ვიცი, შოკოლადი, სათამაშო, სხვა ბავშვები თამაშობენ და ეს აპათიურად არის, ესე იგი რაღაც ხდება აქ. ეს არ არის ბავშვისთვის დამახასიათებელი მდგომარეობა. ესენი სიარული უჭირთ 6 წლის ბავშვებს დარბიან სულ. ქუჩაშიც რო შეხედო, რომ მიდიან ესე ცუხცუხით მირბის ბავშვი რა, არ შეუძლია. ანუ ესე არის მოწყობილი და ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ეს 6 წლის ბავშვი 45 წუთი უნდა იჯდეს სკამზე. თუ ამოძრავდა ADHD აქვს ეგრევე, ეს კლიშე. მაგრამ ეს იქით იყოს და ანუ მე მიდის რეკლამ მშობელთან რომ ეს ბავშვი ცელქია, უზდელია, ანუ ცუდია იმის გამო რომ იმას აკეთებს რაც მისთვის ჯანმრთელია. ეს პირველი ნაწილი და მეორე. ამ ბავშვს გვერდზე უზის თავის თანატოლი ბავშვი და ბევრი სხვა ბავშვი და ერთი სული აქვს რომ ითამაშონ, იკონტაქტონ, ილაპარაკონ, გაერთონ, რაღაცა შეისწავლონ. უნდათ ბავშვებს სწავლა, იმდენ კითხვას სვავენ. კი, ძალიან ცნობის მოყარები ვართ პატარა ასაკში და რა ხდება ასეთიო კითხვა ისმოდა, რომ ეს ცნობის მოყარეობა ეცემა და საერთოდ ქრება, აპათიაში გადის ადამიანი და უკრძალა ფუნდამენტურ მოთხოვნილებას და ეხლა და ზის ეს ბავშვი გახევებული, იმიტომ რომ თუ ესე არქნა ცუდია, ნახე, შეფასება ესეთია, გამოძრავდი ცუდი ხარ. ცელქია, უზდელია, ესეთია, მე მშობელი იქიდან მოაწვება. და იმის ნაცვლად რომ ისაკეთოს რაც აინტერესებს, სიამოვნებს, უყვარს და მისთვის ჯანმრთელია, აკეთებს რაღაცას, რაც გარედან დაავალეს, არაჯანმრთელს, ტოქსიკურს მისთვის და ეს გრძელდება 12 წელი. მე რა კოშმარია. ჩემთან იყო ესეთი შემთხვევა, რომ ქართულის წერა რომ დაიწყეს. სკოლაში და კერძო სკოლაში დამყავდა და ანუ პარასკევს მომქონდა მხოლოდ ჩანთა, მთელი კვირა იქ იყო და კაც ბავშვს დაეწყო ღამე გაღვიძებები. და მე ქართული მექნება, აი მე ქართული ვარ, დილით გაღვიძე ეს ნახევრად გაღვიძებს რომ ვაყენებდი ტილს, იწყებდა რომ ქართული ვერ ხვდები რა ხდება, რა ქართული რა. მოკლედ ეს ჩემთან რომ მოვიტანე სახში და მეული გადახშალე, ტექსტი იწყება. სუდია, სახილის ნიშანი და დიდი ტექსტი, რომ აი ცუდად გიწერია, აი ცუდი, აი ცუდი, აი ცუდი. ყველა გვერდზე. ვაუ, სკოლაში და ვეკითხები, უკაცრავად მე ნიკოლოზ სუბულაძის დედა ვარ და რა ხდება მკიც და ასე რომ ვერ წერსო. მოდით მე ვხარ ახლა გავარჩიოთ. ვერ წერს, თუ ცუდად წერს. ვერ წერს ნიშნავს იმას, რომ ასოს ვერ წერს. და მასას უწერია უყურთ უშნოთ. და არ შეიძლება მე ვთხარი რომ თქვათ რომ აი მაგალითად სიტყვაზე ვამბობ ბ რა ლამაზად დაგიწერია რა კარგად გამოჩნდა და აი ბ ცოტა მოიკოჭლებს და იქნებ მოდი გამოვსვათ ეს უფრო მეტ სტიმულს მიცემს ჩემ შვილს ვიდრე ის რომ ყველა გვერდზე უწერთ რომ ცუდია და რა ვიცი მე ამ ასაკში რომ იწყება ცუდია ღამე იღვიძებს ტერილი და სულ დაწერს მე ვთხარი არ მირჩევნია ვიდრე ბავშვი ისტერიკაში მყავდა რა მემარცხენე როა კალიგრაფია და მე ვთხარ ჩემ ნაწერს ამ ასაკში 5 წუთის მერე მე ვერ ვარჩევ და ამის გამო არავის მოუკლივარ, არ დაუყურეთი ვარ და არაფერი დამკლებია და რა ვიცი, ნუ დაწერს ეგრე ლამაზად. რა ვქნა. კი, აიცი ვერ ცნობიერდება, რომ ბავშვის
ფსიქიკაში რა სიღრმეზე შეიძლება შევიდეს ეს რომ ცუდია, იცი? ჰიპნოტურად ღიაა. ცუდი არის კატასტროფა. კი. აი როგორც ჰიპნოზი ისეთი ღია არის პატარა ასაკში ბავშვის ფსიქიკა. რაღაცა სიტუაცია შეიძლება ისეთი შთამბეჭდავი აღმოჩნდეს, რომ არ ვიცი რა, ამის წარმოქმნა ძნელია. კი. და იმის მერე არ უყურს, მაგალითად იმის მერე ამბობს რომ ქართული არ გამოსდის და არ იცის და ასე შემდეგ. თვით შეფასება აქვს. პლინტუს დაბლა ვერაფრით ვერანაირი მეთოდით ვერ აღვიმაღლე, იმიტომ რომ უკვე იმ ასაკშია, როცა მეუბნება რომ შენ დედა ხარ და ამას იმიტომ მეუბნები და შენთვის მე რა თქმა უნდა ყველაზე კარგი ვარ, მაგრამ ეს ასე არ არის. და აი ამაზე მიდის მუდმივი მუშაობა და ვარ ტანჯვაში. როცა შეიძლებოდა რომ ძალიან მხიარულად ყოფილიყო ეს ამბავი. ძალიან დიდი რევოლუცია არის საჭირო განათლების სფეროში. მე რაღაც პროექტები მაქვს, რაზეც ვმუშაობ და ნუ ცოტა დონკიხოტი ვარ ალბათ ამ გარემოში რომ ამ პროექტებს გეგმავ, მაგრამ მაინც გეგმავ, ეხაც პატარა იმას ვიტყვი, ნეო აკადემია მაქვს დაგეგმილი ჯერჯერობით დასრულებისთვის, აგვისტოს ბოლოს იქნება 7 შემეცნებითი ფსიქოლოგიური შეხვედრა და მერე 3 დღე იქნება ამ პროცესების დამუშავება. და თითოეულ დღეს იქნება სხვადასხვა ისეთი საკითხები, რაც არსად არის სწავლება. მე ვსაუბრობ ეხა, აი აუცილებლად ფსიქოლოგი ხო არ უნდა გახდე, რომ რაღაც დონეზე იცოდე შენი ფსიქიკა, თორემ ფსიქოლოგიის ინსტიტუტებში ისწავლება ეს ყველაფერი, მაგრამ მე მინდოდა რომ ადამიანებისთვის მიმეცა, აი მათთვის ვინც არ გეგმავს ფსიქოლოგიის ესე პროფესიულად სწავლას, მაგრამ სჭირდება ყოველ დღე, ხო? გამოყენება. ემოციური ინტელექტის ამაღლების, კონფლიქტის წარმოების ტრენინგი მაქვს. კონფლიქტის წარმოება ჩვენ კულტურაში საერთოდ არ არსებობს, ექცნება. აი როგორ ვაწარმოო კონფლიქტი და კონფლიქტის გარეშე ცხოვრება არ არსებობს. არის კონფლიქტები, ხო? ფაქტია ეს და ან უნდა დამაზიანოს ამ კონფლიქტმა, ერთი ვარიანტია, იმიტომ რომ მე არ ვარ მომზადებული, ან შემიძლია ვიყო მზად და ეს კონფლიქტი ისე ვაწარმოო, რომ პირიქით გავიზარდო პიროვნულად. ასევე არის საჯაროდ საუბრის და აზრის გამოთქმის ტრენინგი, იმიტომ რომ ესეც რთული თემა, თვითშეფასების ტრენინგიც, იმიტომ რომ ეს ერთმანეთთან გადაჯაჭვული თემებია. სულ 7-ია, მოკლედ ამორჩეული მაქვს 7 ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ხო, და ეხლა დასრულებისთვის ვაკეთებ და მე ვაპირებ, რომ თინეიჯერებზე და ბოლოს ბავშვებზეც ჩავიდე ეს ნეო აკადემია, იმიტომ დავარქვი, რომ აბსოლუტურად სხვა მიდგომით და უფრო გამოცდილების მიღებით იქნება. აი რომ წარმოიდგინოთ, რომ ქიმიას ისე კი არ სწავლობ, რომ აი თქვათ სხვადასხვა ფორმულები დაიზეპირე, ან წიგნში წაიკითხე, ან რაღაც არა. შედიხარ ლაბორატორიაში და სინჯარები აწყვია. და რაღაცა ცდები შეგიძლია ჩაატარო და ნელ-ნელა დასკვნები გაუღო. რა მაგარია პრაქტიკაში, ანუ რა ძალიან მაგარია თინეიჯერებზე ჩემს შულთან ერთად მოგაკითხავთ და ეხლა კიდევ ერთი კითხვა, კიდევ ორი კითხვა დამჭა და დავამთავრებ. ესე იგი, პირველი ის რომ ჩვენი ემოციური მდგომარეობა როგორ ვაკონტროლოთ ისე რომ ჩვენ შვილს არ მივაყენოთ ზიანი, ამ შემთხვევაში ვიძახი ჩემნაირ ადამიანებზე, ვისაც ძალიან დიდი სტრესი აქვს გამოვლილი და ძალიან გვიჭირს და ემოციურები ვარ და შეიძლება არც იყო ემოციური, მაგრამ ხარ გაღიზიანებული, ხარ მარტო ხარ გაგამხილა პასუხისმგებლობა, საჭმელი, პური, გადასახადი, ბავშვი და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი შენზია და ამასობაში რაღაცამ გაგაღიზიანა ბავშვის ქმედებამ, ნათქვამმა და ასე შემდეგ და როგორ არ ვუყვიროთ, არ მოვჩეჩოთ, როგორ გავაკონტროლოთ საკუთარი და როგორ რა კუთხით ვიმუშაოთ ჩვენს თავზე, რა რომ ეს ემოცია ვაკონტროლოთ. იცი რა, რეალისტურად რო შევხედოთ, რაღაცა ესეთი გადაცდომები ალბათ მოხდება, იმიტომ რომ ჩვენ ვართ კულტურის შვილები, სადაც მოჩეჩვა და ყვირილი კი არა, ცემატყეპა იყო და დამცირება იყო და დასჯის კულტურა გქონდა. ანუ ნახე, ამერიკაში რო ჩავიდნენ, ამერიკის კონტინენტზე, ესპანეთიდან და სხვა ევროპული ქვეყნებიდან, ხო? რაღაცა წერილი მიიწერა ერთმა აბატმა თავის ეპისკოპოსთან და წერილში ეწერა, რომ გავგიჟდითო ეს ამათო როგორი გარყვნილი ბავშვები ყავთ, თუ დასჯა არიციან რა არისო. მარტო მაშინ წამოარტყავენ ხოლმეო, თუ რაღაც საფრთხე ემუქრებაო და მე ყველას ავიწყდებაო ესო. და იმ ბავშვმა არის ისო, რომ თუდად თუ მოიქცევაო, მე კონკრეტულ სასჯელს მიიღებსო და ეს უნდა ვასწავლოთო პირველ რიგში. ნახე, სხვა კულტურა იყო. სხვანაირი ფსიქოემოციური განვითარების კულტურა იყო. მე თუ მკითხავთ, ბევრად წინ წასული ამ კუთხით. იმიტომ დასჯის რეალური მიზანი რა არის? ხო, ვითომ გამოსწორება. ეხლა ჩვენ ხო ვიცით პენიტენციურ სისტემაში როგორ გამოსწორდნენ ადამიანები. ეს თვალსაჩინოება გვიდევს საუკუნეების მანძილზე. აი ეს არის ზუსტად დასჯის კულტურა, ამას აზრი არ აქვს. მეორე მხრივ ხა ამაში რო არის ადამიანი გაზრდილი, თან ესეთ წნეხში, არა ჯანმრთელ სოციუმში და ასე შემდეგ გადაცდომები იქნება. და ეს საკუთარ თავთანაც უნდა მივიღოთ, ვაღიაროთ. და ამაზე მერე საჭიროა პასუხისმგებლობის აღება და ბავშვთან ბოდიშის მოხდა, განხილვა. საკუთარ თავთან აღიარება თუ გადაცდომა იყო, თქვათ,
ხშირი, ან ყოველდღე ყვირილია, ან ყოველდღე წამორთყმა. ეხლა თუ წელიწადში ერთხელ მოხდა ეს დაყვირება, ან ორჯერ მოხდა დაყვირება, ადამიანები ვართ, ბავშვიც სწავლობს ამას, რომ შეიძლება მასაც შეეშალოს რაღაც და ეს არ არის ტრაგედია. ესეც სასწავლოა. მაგრამ თუ ეხლა ხედავ, რომ ქრონიკულად ესეთი მდგომარეობა, რა თქმა უნდა მოიძიო დახმარება. ადამიანია ყველა და ჩვენ რაღაცა სუპერმენის მოთხოვნები არ უნდა წაუყენოთ საკუთარ თავს. ჯობია ვაღიაროთ რა სირთულეებია, მივიდეთ თერაპიაზე, მივიდეთ მხარდამჭერ ჯგუფებზე. არის რაღაცა სხვათა შორის დაფინანსებული პროგრამებიც არის საბედნიეროდ და ასე შემდეგ. აი თავარია რომ არ დავაიგნოროთ ის რაც ხდება რა. ეს არის გადამწყვეტი. შეცდომას უშვებთ სადღაც რაღაცა გვიჭირს და ვითხოვოთ ჩველა. კი, კი. კარგი და კიდევ ერთი ესეთი კითხვა მაქვს. მეორედ ოჯახის შექმნა რატო ჭირს? ნათქვამია რომ პირველია რთული, თორემ რელიცინი მიდისო, მაგრამ ეს რა ქვია, მაინც ჭირს. ამ ნაბიჯის გადადგმა ჩემ შემთხვევაში არის ესეთი მომენტი, რომ ის ვიღაც კაცი ყოველთვის იქნება უცხო ნიკუშათვის. მე ვერასდროს ნიკუშათს მამად ვერ მივიღებ და მისი ჩვენ ვსაუბრობთ გადაცემის დაწყებამდე რომ მის შენიშვნას მე ვერასდროს ვერ გავატარებ. მესმის და არ მინდა რომ კიდევ ეს მიზეზი იყოს იმისა რომ დაინგრეს და ასე შემდეგ. დაი რატო გვიჭირს მეორედ კიდევ ნაბიჯის გადადგმა? ეხლა ამ შემთხვევაში საკმაოდ კლასიკური ფორმულა თქვი. მიჭირს და მე აღწერე რა გეფიქრება, რა იქნება. პირველ რიგში აღიარებელია რომ არ ვიცით რა იქნება. მომავალი უცნობია. მესმის დედის ინსტინქტიდან მოდის რომ მე დავიცვა ჩემი შვილი რომ ვიღაც უცხო კაცი ესე რომ წარმოვიდგინოთ ეხლა საშინელი წარმოსახვა ეს გააჩერებდა ნებისმიერ ადამიანს რომ გადადგას ნაბიჯი ხო ეხლა მე რომ წარმოვიდგინე რომ ვიღაც უცხო კაცი მოვიდა ჩემს სახლში დაუწყო ამ ჩემ შვილებს ყვირილი დასჯა და ჩხუბი ეს არის კოშმარი ნამდვილი და ამ წარმოსახვაში თუ შევხედავ რა თქმა უნდა ნაბიჯებს ვერ გადავდგა მაგრამ მეორეს მხრივ რეალობაა უბრალოდ უცნობია მომავალი და არ გაკონტროლდება, ვერ გაკონტროლდება. აი ამაზე შეგუება ძალიან კარგია ადამიანისთვის და მეორეს მხრივ არ არის საჭირო რომ ეს ახალი ადამიანი იყოს ნიკუშას მამა. ის ვერ იქნება მამა. არა, ვერ იქნება, ეს მიღებული და დაშვებული მამა, მაგრამ თქვათ დედის ქმარი, რომელიც არის ამის ცხოვრებაში ოჯახის ასეთი წევრი, იმ როლში ზუსტად რაშიც არის. და თუ შენიშვნას მისცემს ესეც იმ როლიდან არ არის, რომ მე მამა ვარ და გეუბნები რაღაცას. შენიშვნა მე შევ ქუჩაში გამლველმა მომცეს რაღაცაზე და სასარგებლოც იყოს ჩემთვის, ხო? ანუ მანდაც საზღვრების საკითხი არის. ანუ აქ ჩემშია პრობლემა და არა. წარმოსახვა არის ძალიან დიდი დიკენსი. თორე ხა არის ადამიანები, ვინც ძალიან ბევრჯერ მეორედ, მესამედ, მეოთხედ და ხუთჯერად გათხოვილა. არ არის პრობლემა, დღეს 21 საუკუნეა. არა, არ არის პრობლემა, უბრალოდ და კრეატიული ის არის. ცოტა მეგვრის ხუთჯერ თეთრი კაბი შეცვლა. ფერები უნდა ცვალო და 7-ზე რო ახვალ, უკვე 7-ვე სისარტყელის ფერები იქნება გავა. მე წავა ესე ყვითელი ვარდისფერი და მოკლედ მგონია რომ ძალიან საინტერესო ჯანსაღი და კარგი გადაცემა გამოგვივიდა და ძალიან დიდი მადლობა. აი რაღაც გემრიელად ვისაუბრეთ ესე მგონია და დავასრულოთ. ბოლოს რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა კაფე გრანოს მასპინძლობისთვის. და რაც მთავარია ჩვენს გადაცემას ჭირდება სპონსორი. ბესიკის მადლობა რომ მითხრა როგორ უნდა ვთქვა სწორად რომ დიახ ჩვენს გადაცემას სპონსორი ჭირდება და არა რეკლამა ჩვენ გვინდა სპონსორი და გელოდებით. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ გამოგვეხმაურებით. აქვე მინდა მადლობა გადაგიხადოთ აქტიურობისთვის სოციალურ ქსელში და არ დაგავიწყდეთ YouTube-ზე გამოგვიწეროთ და გააქტიუროთ ზარისხილაკი, გამოგვიწეროთ Facebook-ზე, Instagram-ზე და TikTok-ზე. ძალიან დიდი მადლობა ყველა თითეული მესიჯისთვის, მოწერისთვის, კომენტარისთვის, ძალიან თბილი კომენტარები მოდის და თქვენ ვერ წარმოიდგენთ ამით როგორ მაძლიერებთ, მამხნევებთ და როგორ მაბედნიერებთ. აი თითეული დადებითი კომენტარი ბავშვს სიხარულს და ბედნიერებას იწვევს ჩემში და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა და მინდა იცოდეთ რომ მე თქვენი მადლიერი ვარ.
გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე ბედნიერი ზაფხული ჩვენ მალე შევხვდებით ერთმანეთს არ ვასრულებთ გადაცემებს უბრალოდ მინდა რომ ბედნიერი და ლაღი ზაფხული გისურვოთ ნახვამდის